მოგესალმებით. დღევანდელი თემა, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის გულის მნიშვნელობა რელიგიაში. დედამიწაზე მრავალი ცოცხალი არსებაა, მაგრამ ადამიანსა და მათ შორის დიდი სხვაობაა. ერთი შეხედვით ადამიანის მსგავსია სხვა სულიერი არსებებისა, მაგრამ ამავე დროს მასში არის დიდი საიდუმლოება. ადამიანი ეკუთვნის არა მარტო მიწიერს, არამედ მარადილს. და ამ საიდუმლოს ის თავადვე შეიმეცნებს. წმინდა წერილი გვიხსნის ამ საიდუმლოებას. ღმერთმა შექმნა ადამიანი მიწისაგან და ამავე დროს მასში შთაბერა რაღაც უცხო არამიწიერი, ღვთაებრივი, სული უკვდავი, რომელიც არის ღვთის ხატებისა და მსგავსების მატარებელი. რატომაა, რომ ზოგიერთი ადამიანი თავის სიცოცხლეში მხოლოდ ღვთის სამსახურში და რელიგიურ ცხოვრებაში ატარებს? ზოგიერთი გულგრილად უყურებს რელიგიას, სხვები დამცინავადაც კი. რატომაა, რომ ზოგიერთი ათეისტი არა მარტო უარყოფს რელიგიას როგორც მისი ფილოსოფიური შეხედულებებისათვის მიუღებელს, არამედ ამავე დროს ძულს ქრისტე, ისე როგორც პირადი მტერი, ეს ადამიანის გულის საიდუმლოებას წარმოადგენს. გულის გაგებას ცენტრალური ადგილი უჭირავს მართლმადიდებლობაში. ბიბლიაში გული ძალიან ხშირად გვხვდება, იგი განსაზღვრავს ყველა გრძნობის ორგანოს და განსაკუთრებით რელიგიურ გრძნობას. გულს მიეწერება არა მარტო გრძნობები, არამედ ცნობიერების სხვადასხვა მოქმედებები. გულში ლაპარაკს ფიქრი ეწოდება. გული არის ნების ორგანო, იქ ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მისგან გამოდის სიყვარული და ადამიანს გულით უყვარს ღმერთი და მოყვასი, ახლობლები. გულსაშინა ჩვენთა ხართ, თანა მოსიკვდით და თანა ცხოვრებად. წერს წმინდა პავლე მოციქული კორინთელებისადმი გაგზავნილ მეორე ეპისტოლეში. გულში თავსდება ცნობიერების ისეთი ფარული ფუნქცია, როგორიცაა სინდისი. მოციქულის თქმით, სინდისი არის გულში ჩაწერილი ზნეობრივი კანონი. ცხოვრების ყველა მოვლენა მისგან გამოდის და მასთან ბრუნდება. ამიტომ საოცრად მოგვიწოდებს წმინდა წერილი. ყველაზე მეტად გულს მოუფრთხილდი, რამე თუ მისგან არს წყარო ცხოვრებისა. გული რელიგიურ ენაზე რაღაც შეიძლება ითქვას ისეთი მათემატიკური სიზუსტეა, როგორც წრეწირის ცენტრი, რომლისგანაც შეიძლება გამოვიდეს მრავალი სხვადასხვა რადიუსი. ან სინათლის ცენტრია, რომლისგან გამოდის უსასრულოდ მრავალფეროვანი სხივები. გული აღნიშნავს დაფარულ თვალისათვის მიუწვდომელ სიღრმეს. ჩვენ ვერ ჩავიხედავთ ადამიანთა გულებში, ახლობელთა გულებიც კი მიუწვდომელია ჩვენთვის. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ განსაზღვრული სიღრმე ადამიანისა მარტო სხვებისთვისაა დაფარული. იგი უმეტესად მიუწვდომელია თვითონ მისთვისაც. ჩვენ არ შეგვიძლია გავუგოთ საკუთარ თავს. გვეშინია ჩავიხედოთ საკუთარ გულში. არადა ეს აუცილებელია სულიერი ცხოვრებისათვის. წმინდა ეფრემ ასური წერს, როდესაც ღმერთი ქმნის ადამიანს, მის გულის სიღრმეში დებს მთელი ცათასასუფევლის ბრწყინვალებას. და მთელი ჩვენი ცხოვრების მიზანია ჩავიდეთ გულის იმ სიღრმეში, იმ ადგილთან, სადაც ცათასასუფევლის ბრწყინვალებაა. მართლმადიდებლური წესით ცხოვრება არის სულის ფერის ცვალება, ღვთის მადლისა და ადამიანის პირადი მოვაწეობის გზით. ამასთან გულის განწმენდის კვალდაკვალ სულიერი შემეცნების საზღვრებიც ფართოვდება.
ნეტარიყვნენ წმიდანი გულით არამედ თუ მათ ღმერთი იხილონ ბრძანვეს მაცხოვარი. გულის განწმენდის გარეშე შეუძლებელია ღვთის შემეცნება, რადგან რელიგია ეს არის ადამიანის გულის სიღრმეში, ღმერთისა და ადამიანის სულის საიდუმლო შეხვედრა. ვიდრე ადამიანს თავის არსებაში არ უგრძნია ეს, მას არ ესმის რას ნიშნავს ღვთაებრივი. იდუმალის სიღრმე რომ შეიგრძნო, თავად უნდა იყო ღრმა. საკვირველი იქნა ცნობა იშენი ჩემგან წერს წმიდა დავით წინასწარმეტყველი თავის ფსალმუნებში. სახარება განუწყვეტლივ ამტკიცებს, რომ გული არის ღვთაებრივი სიტყვის და სულიწმიდის მადლის მიმღები ორგანო. იგი არის რაღაც უფრო შეუღწევადი ვიდრე სული და სამშვენელი. იგი შეუვალია სხვებისათვისაც, სხვისი თვალისათვისაც და რაც კიდევ უფრო საკვირველია საკუთარი თვალისთვისაც. ის ისევე საიდუმლოებითაა მოცული, როგორც თავად ღმერთი და ბოლომდე მხოლოდ ღმერთისთვისაა მისაწვდომი. წმინდა იერემია წინასწარმეტყველი ამბობს, ღრმა ადამიანის გული, ვინ შეიცნობს მას? მე უფალი გულთა მხილველი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო საქმეთაებრ მათთა. მხოლოდ ღვთისთვისაა მისაწვდომი გულის საიდუმლონი, ამიტომ უნდა ვიქონიოთ და ვიგრძნოთ მოწიწება ამ საიდუმლო სიღრმის მიმართ ჩვენსა და ჩვენ ახლობლების გულებში. ღირსი მამა სერაფიმე საროველი მოტოვილოვთან საუბარში ამბობს, ღმერთი ეძიებს გულს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით აღსავსეს. აი ტახტი, რომელზეც მას უყვარს დაბრძანება და რომელზეც გვევლენება თავისი ზეციური დიდების სისრულეში. შვილო, მომეცი მე გული შენი, ხოლო დანარჩენს თვითონ მოგეხმარები, რადგან გულშია ღვთის სასუფეველი. ზოგიერთები ოკეანეებს გადაცურავენ ბედნიერების ძებნაში, მაშინ როცა ბედნიერება ადამიანის გულშია. ნუ ეძიებთ ნურც რომს და ნურც იერუსალიმს, არამედ შეამზადე სახლის სულისა შენისა და მოვლენ შენთან არა მარტო პეტრე და პავლე, არამედ თავად უფალი თავის ყოვლადწმინდა დედით, წმინდა ანგელოზებითა და წმინდათა დასით. წერდა ღირსი მამა ანატოლი ოპტინელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების განსაკუთრებულება იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის გონება, ჭკუა და ინტელექტი არასოდეს ყოფილა ცხოვრების უპირველესი საძირკველი და ფუნდამენტი. იგი ყოველთვის პირველ ადგილს გულის განწმენდას და განათლებას ანიჭებდა. რადგან განვითარება ადამიანის მარტო გონებისა მისი შერყვნილი გულის გამოსწორების გარეშე და ხელოვნებული ბოროტმოქმედის ხელში ბასრი მახვილის მიცემას ნიშნავს. რამე თუ უვიცი ცოტა ბოროტებას თუ ჩაიდენს თავისი უმეცრების გამო, ხოლო მოქნილი განვითარებული გონება უღმრთოსი კაცობრიობის მათრახია, რომელსაც საზოგადოების შეძვრა შეუძლია და დამღუპელი შხამის დაქცევა. არა მარტო აწმყოში, არამედ მომავალ თაობებზეც. რისი მაგალითით საუბედუროდ მრავლადაა. თანამედროვე ადამიანის ტრაგედია სწორედ ის არის, რომ მას აქვს გონება, მას აქვს გული, მაგრამ გონებასა და გულს შორის ქვის კედელია აღმართული. ამ კედლის გამო შეუძლებელი ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრება. თანამედროვე სწავლულმა ადამიანმა ბევრი რამ იცის, ხშირად იცის ბიბლიაც, თეოლოგიაც, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ცოდნა, მხოლოდ ცნობის მოყვარეობა,
ცალკე არსებობს ცოდნობის, ცოდნის ერთობლიობა და მისგან ცალკე დამოუკიდებლად კედლის მიღმა ცხოვრობს გული, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი უდიდესი მნიშვნელობა, თავისი ცენტრალურობა, თავისი უფლება იყოს ყველაფრის ფუნდამენტი. მთელი არარელიგიური ცივილიზაცია გულს ართმევს ამ ცენტრალურ მდგომარეობას და ამ ადგილს უთმობს მეცნიერებას, შემეცნებას. ამ მნიშვნელობით მთელი ახალი ინტელექტუალიზაციისათვის წინასწარმეტყველურად რჩება ლეონარდო და ვინჩის სიტყვები. უმაღლესი სიყვარული შვილია უმაღლესი შემეცნებისა. ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვე შეგვიძლია ვთქვათ საპირისპიროდ. უმაღლესი შემეცნება არის შვილი უმაღლესი სიყვარულისა. ღმერთმა ისე შექმნა ადამიანი, რომ მისი გული ამ ქვეყნად ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე. შენ შევქმენ ღმერთო შენდამე მისწრაფებით და მოუსვენ რომს გული ჩვენი ვიდრე არ დაწყნარდება შენში, წერს ნეტარი ავგუსტინე. ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, ფიქრობს, ამბობს თუ ოცნებობს, არაფერი უკვალოდ არ ქრება. ჩვენ ადამიანებს გვაქვს ორი მეხსიერება, გონებრივი და გულის მახსოვრობა. გონებრივ მახსოვრებას არ შეუძლია დაიმახსოვროს ყველა ის ინფორმაცია, რაც შინაგანი იქნება თუ გარეგანი, რაც ადამიანზე მოდის. ამიტომ ამ მეხსიერებას გააჩნია ერთი პასიური მდგომარეობა, კერძოდ დავიწყება. ადამიანს რომ არ შეეძლოს დავიწყება, მაშინ ის ინფორმაციული ნაკადით დაიხრჩობოდა. მაგრამ ადამიანს აქვს სხვა მეხსიერებაც, ესაა მეხსიერება გულისა, რომელშიც კოდირებულია და ინახება მთელი მისი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. გულწვიდა მამები ნამუსის წიგნს ეძახდნენ. საშინელ სამჟავროზე ადამიანი დაინახავს მთელ თავის ცხოვრებას, სწორედ იმით, რომ მისი გულის მეხსიერების წიგნი იქნება გახსნილი და გაშიფრული. ის დაინახავს მთელ თავის ცხოვრებას, დაბადებიდან სიკვდილამდე. ყოველივე იქნება გაცხადებული და გაშიფრული. გული ეს ის წერტილია, სადაც მთელი ადამიანური ცხოვრება ჯამდება. გული შეიძლება გახდეს ის საიდუმლო ადგილი, სადაც ადამიანი ხვდება ღმერთს და ამავე დროს ადამიანს გულის შინაგანი ხმით შეუძლია უთხრას ღმერთს, მე შენ არ მჭირდები. უფალი იესო ქრისტე წმინდა წერილში თავის თავს ადარებს იმ მოგზაურს, რომელიც დგას დახურულ კარებთან და გაკუნებს. მას მიზერ შეუძლია გაუღოს ან არ გაუღოს ამ ძახილს, მაცხოვარი ბრძანებს. ვინც გამიღებს, მე შევალ მასთან, ესე იგი მე შევალ მასთან, ჩემი მადლითო. თითოეული ჩვენგანს შეუძლია უთხრას ღვთაებრივ მოწოდებას ვარი ან თანხმობა, რადგან ყოველ ადამიანში არის თავისუფალი ნება. ადამიანთა სულები სხვადასხვაგვარად პასუხობენ ღმერთს. ეს იმიტომ, რომ ადამიანთა გულებს ახასიათებთ სხვადასხვა შინაარსი. არიან ადამიანები, რომლებიც სიხარულით უღებენ გულს უფალს. არიან ისეთებიც, რომლებიც უკეტავენ გულს ღვთის მადლს. არის ისეთი მცენარე, რომელიც მიკარებისთანავე იკუმშება. უწმუნო ადამიანის გული იკეტება, როცა გრძნობს ღვთის მადლის მიახლოებას. მას არ უნდა ეს ღვთის მადლი, ის მისთვის უცხოა. როცა მადლი იკავებს გულის ყველა განყოფილებას, იგი წარმართავს ყველა აზრს და სხეულის თითოეულ ნაწილს. ამის საპირისპირო ხდება მათში, ვინც ბნელეთის შვილნი არიან.
მათ გულებში ცოდვა მეფობს და აღწევს სხეულის ყველა ნაწილამდე. რადგან გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი. აქედან გავრცელებული ვნებები სრულიად აბნელებს ადამიანს. ჭეშმარიტ ქრისტიანებს გულში ანთებული ლამპრები აქვთ და როგორც ყველა ლამპარი იწვის ერთი ალით, ასევე ქრისტიანები ერთი წყარო და ქრისტედან იღებენ ნათელს. თუ გულს თლიანად სურს ღმერთი, მაშინ ღმერთი თავად ხდება ამ გულის უფალი. სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. გვასწავლის ლუკა მახარებელი თავის სახარებაში. ქრისტიანი ყოველთვის ცდილობს დაფაროს თავის სულიერი მოღვაწეობა და არ ილაპარაკოს მასზე. მაგრამ თუ კი მის გულში არის ლოცვა სინანულისა და სიყვარული, მაშინ ასეთი ადამიანის გული ემსგავსება ისეთ ძვირფას ქვას, რომელიც უხილავ ნათელს ასხივებს. მაშინ ასეთი ადამიანისაგან გამოდის რაღაც ისეთი სულიერი სხივები, რომელსაც გრძნობს ყველა, ვინც ეძიებს ღმერთს. ამიტომაა, რომ ბევრი უბრალო, ბერი ან საეროვნულო ცველი გარეგნულად არც თუ ისე გამოირჩევიან, არც თუ ისეთი განათლება მიუღიათ, მაგრამ ისინი როგორც მაგნიტი ისე იზიდავენ ადამიანთა სულებს და ხალხიც გარს ეხვევა მათ. სურთ დაიოგონ თავიანთი სულიერი წყურვილი. წყურვილი, რომლის მოკლა არ ძალოს არცეთ მიწიერ განცხრომასა და სიმხიარულეს. სურთ გაითმონ გული არამქვეყნიური უხილავი სიყვარულის სხივებით. მონასტრები, ბერთა სავანეები და სენაკები ერთად აღებული ესაა ღვთაებრივი სინათლის წყარო. ყველაზე ძვირფასი განძი, რაც შეიძლება მიეცეს კაცობრიობას. ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ სულიერად ცოცხალია და არ დაუკარგავს რელიგიური გრძნობა, მონასტრებში ან ბერთა სავანეში გულით გრძნობს რაღაც განსაკუთრებულ სულიერ ატმოსფეროს. ასეთი ადამიანი გძრობს, რომ ამ ადგილზე მიწაც და ჰაერიც სულიერად განსაკუთრებით სუფთაა. გულით გძნობს რაღაც განსაკუთრებულ ღრმა სიხარულს, ერთი სიტყვით მას დაუბრუნდა გულის ბავშვური სიწმინდე და უბრალოება. გული არის სიყვარულის ცენტრი, ხოლო სიყვარული პიროვნების არსის უღრმესი გამოხატულებაა. ჩვენ გვიყვარს არა გონებით და შემეცნებით, არამედ გულით. პიროვნება განისაზღვრება იმით, თუ რა უყვარს და რას ძურს. წმინდა სილვან ათონელი ამბობს, რომ მოყვასისადმი დამოკიდებულებით შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანზე და გავიგოთ, თუ რა დონით ატარებს ის თავის გულით მადლსო. თუ ადამიანი მოყვასში ხედავს სულიწმიდის მადლს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი თავადვე იმყოფება მადლში. და პირიქით, ის ვისაც ძურს მოყვასი, ეს ნიშანია იმისა, რომ იგი ძლეულია ბოროტის სულის მიერ და დაშორდა უფალს. სახარებაში გვაქვს მტკიცება იმის შესახებ, რომ ადამიანის გული შეიძლება იყოს ცოდვის წყარო, შეიძლება იყოს დემონური. ეშმაკმა ჩადო იუდას გულში ქრისტე მაცხოვრის გაცემა. სატანამ ჩადო ანანიას გულში აზრი სულიწმიდის მოტყუებისა. თუ გული ეწინააღმდეგება ღმერთს, მაშინ იგი სასტიკი ხდება და ქვავდება. გული არის სიყვარულის წყარო, რწმენის ორგანო. მოწმუნე ადამიანის გული მსგავსია განსაკუთრებული ლოკატორისა, რომელიც იღებს სულიერი სამყაროდან მომავალ ინფორმაციას. ეკლესიური ცხოვრება, მარხვა, ლოცვა და სახარების კითხვა ხელს უწყობს, რომ მოხდეს სულიერი სამყაროდან მომავალი ამ ინფორმაციის ზუსტი მიღება და აღქმა.
ღმერთი არის შემოქმედი ჩვენი გულისა. იგი განსწმეს და განაახლებს მას, ოღონდ ხელი არ უნდა შეუშალოთ მის მაცხოვნებელ ნებას. არ უნდა დაუპირისპიროთ მას ჩვენი ნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს ის, ვინც ჯერ კიდევ აქ მიწაზე არ მოიპოვებს ღვთის სასუფეველს, რომელიც ადამიანის გულშია, ხოლო გზამისკენ ცრემლი და სინანულია. ამ ერთადერთ მარცხოვნებელ გზაზე იმედად გვაქვს უფლის მანუგეშებელი სიტყვები. ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენი, ნუცა ეშინი. ღმერთმა ინებოს ჩვენი გულების განწმენდა და შეგვიწყალოს ჩვენ. ამინ.